ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის მუზეუმის დაცვა სამსახურიდან დაითხოვეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 18 დეკემბერს მუზეუმის შესასვლელში დამონტაჟებული აბრა დაცვის უყურადღებობის გამო მოიპარეს. მუზეუმის წარმომადგენლის ჯეროსლოვ მენფელტის განცხადებით, დაცვის უფროსი თვითმხილველთა ჩვენებებზე დაყრდნობით გაათავისუფლეს. ერთ-ერთი თვითმხილველი ყვება, რომ საგანგებო სიგნალის ჩართვის შემდეგ დაცვის სამსახურმა დროული რეაგირება არ მოახდინა. პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ყოფილი 7 ნეონაცისტიც დააკავა. 15-მ მეტალის აბრა წარწერით შრომა ათავისუფლებს, პოლიციამ პოლონეთის ჩრდილოეთით აღმოაჩინა და ეჭვი მაშინ 5 პოლონელ პოლიციელზე მიიტანა. თუმცა ამ დროისთვის შეცდომით დაკავებულები გაათავისუფლეს და სამსახურში დააბრუნეს. გერმანული საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც დღეს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუზეუმად იქცა, ნაცისტებმა პოლონეთის დაპყრობისას 1940 წელს შექმნეს. ცნობილი აბრა 1,100,000-იან დასახლებას შიშის ზარს დიდხანს სცემდა.